მოგესალმებით ძვირფასოს სტუმრებო და მოგესალმებით ძვირფასოს ტელემაყურებლებო. რუსთავი და კომედი გრუპი წარმოგიდგენთ ყველაზე ორიგინალურ და გასართობ შოუს ქართულ ტელესივრცეში გააცინე და მოიგე. ვისაც სურვილი აქვს რომ მოხდეს ამ გადაცემაში, გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები ჩვენს ელექტრონულ მისამართზე გააცინე ძაღლუკა რუსთავი2.com ან მობრძანდით ჩვენს მისამართზე სანდრო ეულის 5-ა ან დარეკეთ აი ამ ტელეფონის ნომერზე. ახლა კი გადავიდეთ ჯიურის წევრებზე. დღეს ცოტა ცვლილება გვაქვს. თათია სულუაშვილი და კობა ბარათელი. გთხოვთ შემოგზავნით. გთხოვთ შემოგზავნით. ნიკოლოზ ველი, მაგრამ არ არის დღეს ნიკოლოზი. არ არის ნიკოლოზი, მაგრამ გადმოგცემ სამედიანს ვართ მე და აბა რა თქმა უნდა. ჩაინიკა, ჩემი ულამაზესი და უსაყვარლესი პიროვნება. 21 საუკუნეა როგორ წინ მიდის ყველაფერი ახლა. ასე თუ შეისლებოდა ნიკარაბიძე არ გეგონა. არ მეგონა, საერთოდ აღარ გა. მაგალითად თათია ჯობემ და ბევრად ლამაზია, ბევრად სასიამოვნოა მისი აქ ჩვენთან ერთად ყოფნა. ძალიან ბევრი ფული უნდა გავცე. აი ესეთ ხასიათზე ვარ უბრალოდ. ნიკოლოზ სწრაფად დაბრუნდი, იმიტომ რომ დავიღუპებით ესე. კარგი განწყობა. ეგ განწყობა გქონდა დღეს უნდა გავცეთ ფულები. მეტი არაფერი. შენ კობა? ლამა თუ გასცა მაშინ შევიკარებ თავს. შენ შეიკარებ თავს. მოკლედ ერთმანეთს დააბალანსებთ. გავიცინებ თორე ახლა გაიცინე. წავედი ადგილი დაიკავოთ. მე ჩემს ბორდთან გადავალ. რაჯერტმენი. გივაკ. ხოთ დასკენ. ბორდი რა ხარ მახსენე მოდი ვთქვათ ბორდის დანიშნულება. საჭესთან მერზი ვარ. ბორდი. ზედ არის მონიტორი, რომელიც შუაზეა გაყოფილი და აფიქსირებს ჩვენი იუმორისტების სახეებს, ასე რომ ღიმილს ვერ გამომაპარებენ. 3 ღილაკი, ლურჯი, თეთრი, წითელი. ლურჯი ნიშნავს რომ 1 წუთი დაიწყო, თეთრი რომ სამწუხაროდ ამოიწურა, ხოლო წითელი რომ წავაგეთ, გაგვეღიმა ფულები გადის ეს ჩვენ მხარეს, თორემ მისე მონაწილე მოიგო. ყველაფერი გასაგებია, მარტივია, ვიცით. დავიწყოთ. მაშასე ჩვენი პირველი მონაწილე კონსტანტინე ჩირგაძე, აპლოდისმენტები. გამარჯობა ბატონო კონსტანტინე. გამარჯობა ბატონო კონსტანტინე. წყალტუბო. დიახ, წყალტუბო. ძალიან კარგი, სისხლი, ხორცი, ჩემი. წყალტუბო დედაენის ქუჩა. კი ბატონო. საღვარელი სათოძელოს სამშობლო, აია. იდეალი ქალი და კაცი არ მყავსო. რატო ბატონო კონსტანტინე? არ ვიცი, არ მყავს რა ვქნა. კაი ცხოვრება წინა არის. კარგი. დავიწყოთ. ბატონო კონსტანტინე, მზად ხართ. წესებს გაგაცნობთ, თქვენ პირველი მონაწილე ხართ და აუცილებლად უნდა გაგაცნოთ. 5 წუთი გაქვთ. პირველია 50 ლარიანი, მეორე 100 ლარიანი, მესამე 200 ლარიანი, მეოთხე 400 ლარიანი, მეხუთე 1000 ლარი. თქვენ შეგიძლიათ წარმატებული წუთის შემდეგ თანხა აიღოთ და წაბრძანდეთ. მაგრამ თუ გადაწყვეტთ რომ გააგრძელოთ თამაში და ვერ გააცინებთ ან გააღიმებთ ჯიურის, თანხას დაკარგავთ. გასაგები. მე წარმატებებს გისურვებთ. მოგემზადოთ. 3 2 1 მეზობელი მყავს ერთი ლევოსაბოვიჩი და კუჭი გაუსკდა. წაიყვანეს, ახლა გაუკეთენ ოპერაცია, გამოვიდა ერთ თვეში დათვრა, ისევე შეაბრუნენ. კიდევ და მესამედ რომ მიიყვანენ, უკვე იგივე ხირურგი დახვდა და ემან უთხრა, ახლა შენ უკვე მე ვერაფერს ვერ გიშველიო, აუცილებელია საყოფა ცხოვრებაში უნდა წაიყვანოთ ესო. საყოფა ცხოვრებაში რა უნდა, ამას მეიკას თუ შევსვათ და კანი არ დარჩა უკვე მუცაზე რომ გადავაგერო. ახლა ჩემი მეზობელს ეხმარებოდნენ და შვილი რუსეთში ყავს 7 წელი უკვე გასული არის ქალაქიდან და უთხრა რომ ამალი ყავდა შემოვლებული შულზე და იფიქრა ავდგებიო და დავკლავო დაკლა ახლა ეგი და დაждდემ ხალხი მისახმარებლად ვერავინ ჩემი ბიზაშვილი იყო მათ შორის ერთ-ერთი და როცა იმას არა ამაზეას მეიკაზე გამეცინა. მეიკაზე თავის დროს გაქცინებოდა. რა არის ეს 20 წამის მერე გაგინა. მეიკაზე კი არა, მე წარმოვიდგინეთ შნუროზე, თასმაზე რომ. ესე იგი ორჯერ მოიგო ამ კაცმა. ანუ მარტივად შეიძლება მეიკა. თავარია გაგეღიმა. მე მივცემ მას. ყობას გაეღიმა და 50 ლარი თქვენია. აპლოდისმენტები. ტრადიციული შეკითხვა, ვაგრძელებთ თამაშს თუ არა? გავაგრძელებთ. თქვენი ნება 3 2 ღიმილით თუ დაიწყებ უკვე წავაგებთ. ხო, სევდიან სახე. 3 2 1 მამაჩემ ძღოლი კაცი იყო და ჯარში რო გამაცილენ, დაბრუნდა ახლა სახლში და მოვიდა და მეზობელმა უთხრა, კი, მაგრამ ბოქში გააცილებ, კი, გავაცილებ, უთხრა მამაჩემმა. მაზუ ტაოდი გაწყია, ბიჭო, ტუჩებზო და მანქანა სხვა რაკეტები უთხრა, ბოქში გააცილებ და მამაჩემმა უთხრა, პარავოს ვაგოც იქნება, შორს ეიყვანოს, პატარახან დევისონო. კოლევიჩი არის ერთი ჩვენთან სოფელში ტრაქტორისტი.
ხო და სულ გალახული დაიარება და მეუთხარი კი მაგრამ რა გჭირს ბიჭო რატო ხარ ასე სულ გაგრძელება გვაქვს ხვიპირი და სიმართლეს არ ვლაპარაკობ ბიჭო არაზროს კი მაგრამ სიმართლეს რატო არ ამბობ მეუთხარი 50 წლის ვარ ახლა მე 33 წლის წინ მოვუყევი გამოძიებას ყველაფერი სიმართლეა ხო და მის მერე მე და სვეტასო ერთნაირი სახელი ქვია უბრალოდ ბოზოს გვიზახიანო და ამიტომ ვლაპარაკობ სიმართლეს იდომა ხოლმე ერთი რა ვიცი თუ შევედია ბოლო წამებზე კობამ გადაგარჩინათ ერთი კობამ გე ფურცელმა გადაარჩინა რატო რა ხდება ფურცელი ერიკო მე ბატონო კონსტანტინე ხო წარმოგუგმა გაძერილი და აი მაგ წარმოგუგმა მოგაგვიბინეთ თქვენ არა მაგის გამო კი არ გამეცილა მოხეული ასეთი ფურცელი აი ფურცელო ფაქტია გადაგარჩინა და 100 ლარი თქვენია აპლოდისმენტები დანიე ვაილდერი დანიე არ მინდა კარგია შემი გულითად irჩევა იქნება რადგან ვეძებდით და ხუმრობა გათავდა იქნებ დავკმაყოფილდეთ 100 ლარს გავჩერდები პირველ რიგში კი გავჩერდები ძალიან ჭკვიანური გადაწყვეტილება სწორი აპლოდისმენტები ობა გააღესე ანუ რატო გავჩერდით რომ მოხეული იყო ფურცელი არა დამთავრდა ხუმრობები და დამთავრდა ხუმრობა დამთავრდა ხუმრობა არა და მე ის მოხდა მინდა და დამსახურებული 100 ლარი მე დიდი მადლობა აპლოდისმენტები გავაცნობ აბამის პირველად ვიყავ ახლა ამ გადაცემაზე და ძალიან კარგი პროექტი არის და მომავლისთვის დავხვეწა უფრო და ვეცდები რომ უფრო მეტი კარგად გამოვიდე და კარგად გავაკეთო ეს რაც ჭირდება. აი ხარ ერთი შეკრა ფურცელები ახლა მაინც შეიძლება მე ფურცელი ვერ დავინახე რაც თავარი ასეთი ფურცელი იყო არა ჯერ ასე იყო მე ზოგადად მოტრიალ და ასე რომ დაიკავა გამეცი კარგია მოდი გადავიდეთ გაერა შეგამოდიხარ ასე კარგია გადავიდეთ ჩემს მონაწილეზე არ დავმალავ და უცნაური სახელი და გვარი ჟღერია ტამანგო აპლოდისმენტები ფეხი ალობდეთ ერთი და კაი გაწმითებდეს გიო სალო სულიყავით ბედნიერი შვილები გამრავლდით და სულ გეყოლოთ თქვენებ კარგი შვილები შეგაიგარე არ დამიმთავრებია კაი არა სახელი რომელია და გვარი რომელია ტამანგო არის სახელი გვარი ჟღერი მართლა ველოდებოდი შპს-ს მანამდე შპს ჟღერია ჟღერია არა ჟღერია 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 დია არა ჟღერია გამიგია მაგრამ ჟღერია არ გამიგია ეგრელი ხარ ბიჭო კი შენ შემოგევლე მამის სახელი აია მამის სახელს მე ვიტყვი თუ მოიგებს რამდენს მოიგებს ნახა მე უბრალოდ მაინტერესებს მამას მაინც თუ აქვს სახელი არა აქვს მაგრამ კაი ჟღერია ტამანგო აი მშვიდობის სადღეგრძელო მითხარი როგორ ამბობს შენ მშვიდობის ეგ დედა ჩემს სამაწერინა ეგ ჩაწერია თორე ისე არ ვიცი მაშინ დედამ გითხრას მშვიდობის სადღეგრძელო მითხარ დედა იგზის და თუ იტყვის დედას უყვარს ესე იგი აი კაცი შენ იდეალი ქალი და კაცი დედიკო და მამიკო ეს ვინ ჩაგაწერია და ხა გიკა არა ეს მე თვითონ ჩაწერე ჩემი დედა და მამიკო არიან მართლა იდეალი ხალხი ერთი ცხოვნამა იქნებ ცენტრი დაიკავთო რომ მოუკვდი ნერვიულობით არ გადავარდეს თქვა ეს კარგია დავიწყოთ ხომ თუ დავამატებთ დავიწყოთ არა წესები ვიცით კი 3 2 1 გამარჯობათ მეგობრებო პირველ რიგში მინდა ჟიურის ბევრი სიცილი ვუსულო მეორე რიგში ბევრი ფულის გაცემა და ბოლო რიგში რა ხდება ბიჭო მან კინოში კი არ ხართ აუბედურება თვალები რომ გიციციმებს სკეჩში იცვავ კაცივითა თეთრ ზვიგენს რომ აგორაბებ ღვინით სავსე კასრივითა გიორგის მალე შვილი და მიკრუჭუნე კვილი სვანურიენა გაიცინა დედას ფშარ გაიცინა არ დავინაკე გაიცინა და მიკრუჭუნე კვილი და მიკრუჭუნე კარგია ენერგეტიკა აი ფოტოფილია მომწონს რა კარგია გამიცინაო რა გითხრა გამიცინაო არა არ გამოგჩესო აქ ხო ეს მაქვს მე მაქვს არ ნერვიულობ ბიჭი ხა ემოციებშია რა კარგია ტამანგო 50 ლარი შენია აპლოდისმენტები აია ვაგზელებ შვილო ისე ენერგიულად დაიწყე დარწმუნებული ვარ გააგზელებ კი დავაგზელებ აბა წარმატებები მოემზადე თქვენც მოემზადეთ 3 2 1 აფერის ადამიანებს ვერ ვიტან მე თვითონ ვარ და ვიცი რაცა სვანურიენა ყველაზე ადვილად სასწავლiena სვანების სწავლობენ ბავშვი გამოვიდა და იძახის ყველაზე მეც დასვინავსო მეორე გამოვიდა და იძახის ყველაზე მეც დასვკერა მებძინავსო თქვენ გიორგი მარგველაშვილი არ გინახია თუ არა
დედის წირობელაკვით სამგელი შეჭამს ან ყობა ბარათელიო. მე რა საუბარ. კარგია. შვენიერი. ამის წინაზე გამეცინა ამაზე გია. იმაზე რო იყო ის. ის როძინავს. იმაზე რო იყოს როძინავს. კარგი, 100 ლარი შენია, აპლოდისმენტები. მადლობა. მომწონს ენერგიული თამაშია გამოცეცი გამეცინა, მაგრამ ვაი თუ ბოლოს საბოლოოდ გამეცინა. ხო, ეგ გასაკვები გვაქვს, ბოლო ჯერ ხვალ. დაბნეული ხარ შენ კობა. ვაგძელებთ? 200 ლარია წინ. დიახ, გავაგზავნე. ძალიან კარგი. სიჩუმე. რამდენი მოიგო ანუ უკვე? 100 აქვს. 100 ლარი აქვს. მოჭა აღარ ვიცი. სიჩუმე მოვემზადეთ 3 2 1 ულვაშები რომ აქ არის ფიქრობთ რომ გოგო ვარ უბრალოდ ბიგის საყიდელი ფულია მაქვს ენასკბილი დააჭირე უნამუსო შვილი ეუნება 80 წლის ბები აქვს სადა აქვს საწყას ყბილები და გაიცხოვრება მე რაც არ უნდა სიმპათიური გავხდე ტამანგო მქვია და მაინც არავინ არ შემიყვარებს მე რომ ამ გადაცემაში მოვსულიყავი შემოვიარეთ 9 მთა შემოვიარეთ 9 ზღვა ალბათ ყველანი მიხვდით რომ მე გდანიდან მოვდივარ მარგველაშვილის ტელევიზორში გამოჩენა ეს იგივე რაც ქართველმა ფეხბურთელები ჩემპიონატზე გავიდნენ მამაჩემ მეუბნება ამ ხელა ბიჭი ხარ შეყვარებული როგორ არ ყავსო და მე მინდა მას ტელევიზიის საშუალებით უთხრა და გავიწდა შენ შვილს ტამანგორო და არ ქვი. ჩემ მეგობარს ძალიან უყვარს ფეხბურთი, მაგრამ ყოველთვის აცელს კარებს ბურს. იმ დღეს მამამისმა დაბადებაზე ხალებში დაიყვანა, მანდაც აასილა და შუბში გაარტყა საცოდა გოგოს. ხოლო ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ხოლო მოდით ნახოთ რა სიტყვის ამ პროექტზე. გაარჯვა პირველ რიგში და მოგესალმებით ვაი სახე ისე დამანჭერო სიცილი შეგეკავებინო რაღაცა გააკეთე. ესეთი სახია. მაგრამ შეგეპარა სიცილი. კბილები მეკავება და ხანდახან ვაკეთებ ხოლმე ასე. ამას აქში იცის კბილების კავი კი. სარძებე სიცილი ეხლა აი ეგ არის. კარგია. ტამანგო 200 ლარი შენია. კარგად მიდიხარ აპლოდისმენტები. მოდი ეხლა დაფიქსდი. გადახედე ხუმრობებს ღირს გაგზელება 200 ლარი. გაგზელება ღირს, მაგრამ პირველად გამოვედი ესეთ პროექტში ტელევიზიის ეთერით და მერტის წყალობით ავედი 200 ლარამდე, მადლობა თქვენ ყველას და ჯობია რომ შევწევთ. კარგი, ჯობია რომ შევწევთ. ისე ხო წამიგითხარ. რავი, ისე თუ გინდა სახელებს გეტყვით. მამის სახელი გითხარი. მე გაგიცემ. რატო არ თქვა ხალო ვიტყვი რა მოხდა მენე? აბა დაიწყე. დედა უკრძალა. ესე იგი, მამაჩემს ქვია ტანგული. ტანგული? დიახ. დაიცადე. ტამანგო ჟღერია, ტანგული ზე. ტამანგო ჟღერია, ტანგული ზე. და დედას რა ქვია? დედას იზა ქვია. ძლივს. ძლივს. ნორმალური სახელი ძლივს. შვენიერი სახელი. მამიდებს ქვია თუ ეძახიან, რა ვიცი, მაგრამ ხუთი მამინდა ყავს სასწავლის სახელი ქვია. ბუტული, ხუნტული, ჩიტო, ჩამა, ჩოტო. დიახ. მაგარი სახელებია რა გინდა. ანუ ბიჭი თუ გეყოლება ერთ-ერთი სახელი უნდა დაარქვე. არა, ჩემი შვილი მამაჩემისგან გასხოვით მეყვარება და ტამანგოს დაესახეს. ნამდვილად არ დავარქვე. ყობა დაუმატებავ 200 ლარს. ვაი, მართლა. გაცელი ცეიფი, დაიმსახურა. ცეიფი გა. დაიმსახურა ბიჭმა 100%. დაუმატებავ, ნუ ხატუძურაკი. δεν მოიგო 200 მან დრო გაქვს. აფედა. და 200 გაძლევს. ერთასი 200. ბატონობა. მაგასაც არა, მაგასაც. არა, ბაი, შეგა. ოქრო კაცი. დაიდი მოგზაურობისთვის აპლოდისმენტები გავაცი. ძალიან კარგი პროექტი არის. პირველ რიგში მინდა ეს აღნიშნო, ძალიან გამიხარდა რომ ამ პროექტში მოხდი და გავაცნო ჟიურის წევრები და მოგებული წამოვედი. ყველა შემდეგ მონაწილეს ვუსურვებ გამარჯვებას და წარმატებას მოიგონ ბევრი ფული. ხოლო მე მოვედი, აი ესე მარტივად გავაცინე და მოვიგე. მადლობა. აი მიყვარს ესეთი ნიჭიერი, ენერგიული, ენამოსნებული ადამიანი. ხუმრობებს როგორ გვაძ აი რა. არა, ძალიან კარგი ფორმა ქონდა არჩეული ხუმრობის მოწოდების და სწორად. ძალიან მომეწონა, ძალიან. მოდი გადავიდეთ შემდეგ მონაწილეში. შემდეგი მონაწილე მარინა საჩალელი, აპლოდისმენტები. ამოჯობა გავუძე. მოგესალმებით ყველას. გისურვებთ ხალისიან წარმატებას. აბა მეგობრებო, რამე ანკეტა. შემეკითხეთ. გორში ცხოვრობთ, ხო? კი. კაცი დაბადებული და გორში ცხოვრობს და საყვარელი ცხოველია დელფინი. მეც მიყვარს გორის დელფინარიუმი. უსაყვარლესი ადამიანის ერთგული. ადამიანის ერთგულია. დავიწყოთ მაშინ. დავიწყოთ. მზად ხართ ქაბატონო მარინა. პროგრამა მრავალფეროვანი, ჩემივე ლექსებით, პაროდიები, გამოცანები პროგრამას. ბატონო მივესალმებით პროგრამას. ისე რომ ვეცდები ბოლომდე დავიხარჯო. ძალიან კარგი. იხალისოთ. თქვენ საყვარელმა ტელემაყურებელმა. წესები ხომ იცით? აუცილებლად. ძალიან კარგი. მაშინ წარმატებებს გისურვებთ, მოვემზადოთ.
ერთი მხარეც და მეორეც. 3 2 1 გავკადნიერდები და ლექსად მოგახსენებთ ვასო ფხაკაძე როგორ დღევანდელ ცხოვრებას როგორ აღიქვავდა და როგორ გადმოგვცემდა უკრაინის დღევანდელ ყოფა ცხოვრებას. სადაც დროშა აფრიალდა, ყველგან რუსი ჩასახლდა, სადაც ტყვია გავარდა, იქ პუტინი დასახლდა. უკრაინა სიმართლეს ეძებს, ყირიმში ჯარი განლაგდა. კიევში სისხლი იღვრება, პუტინი დასამარდა. ღმერთო, ჩვენს ძმებს დაეხმარე. მოგიწყარო, ძალიან სასაცილო ამბავი იყო მოგატყუა. ვაზე გაგიგება. ვასო ფხაკაძე, თავიდან ვერ ვასო შეძღვნებოდა? როგორ აღიქვავდა და ლექსად როგორ გეტყვა. ეს არის ვასოს ძალიან აროდია. მივხვდით, ხო? 50 ლარი ხო მოიგო? რა თქმა უნდა. დაუყარეთ ძალიან მაგალითში. და დავამთავრებ თამაშ გარეგინდა დაამთავროთ. კი. აბა. ღმერთო, ჩვენს ძმებს დაეხმარე. უკრაინა არ დამარცხდა. ღვთისმშობელო გადმოგვხედე, თორემ რუსი გაბლატავდა. ობამა, შენც დაგვეხმარე, თორემ ძალიან გაჩმახდა. აპლოდისმენტები. 50 ლარი თქვენია, მე მაინტერესებს ვაგრძელებთ თუ არა თამაშს. გასაკურველი. ვაგრძელებთ. მაშინ მოვემზადოთ 3 ისევ ვასოს მიუბრუნდები კი პაროდიით. ბატონო. 1 წავიდა. როგორ მიმართავდა ნოდარის, არა ჭამე ნოდარის, არა ჩვენ პარლამენტში რო ყავს ნოდარი. ხადური. ფაიტონის ღერძივით გაგისივდა კისერი. შენ რა გინდა მითხარი? ჭამე დროზე გითხარი. რას უყურებ? რა ხდება? დრო არ იცდის განგება. ჭამე დროზე ნოდარი, თორემ დაგვეღამდება. უკრაინელმა მოედანზე დააცემინა და გვერდზე მდგომა შეძახა თავისუფლება. მიშა ანტულაძე. ხალხო, მაღლა ავიხედოთ. უფალს თხოვოთ შველა. კიევში რომ გუგუნია, ვინ უშველი შენა? გადავიდეთ ახელებზე. მიხოს ეკითხებიან, ძია მიხო, ბეწვში ნერვი თუ არისო, რასა მობჯო, ბეწვში ნერვს რა უნდა? ნერვს რა უნდა? სამწუხაროდ 1 წუთი. ძალიან ცოტა სწრაფადაც გადის, ამიტომაც გასაცვლელია. კიდე 7 წუთი, 1 წუთს მეთქი და არ მიგერებ. არა უწის, ხდება ყველაფერი. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. მეც ძალიან დიდ მადლობას მივიღებ. გაიხარეთ. სამწუხაროდ დღეს ესე დამთავრდა, თუმცა თქვენ ისევ შეგიძლიათ აპლოდისმენტები გავაკეთოთ. ძალიან კარგი გადაცემა. დიდი მადლობა გააცინეს და მოიგეს. მობრძანდით, იხალისეთ, ხოლოდ დრო გამსაზღვროთ, დროში ჩაეტიეთ. გისურვებთ წარმატებებს. ცირა, მე ცოტა დავიბენი. ხო, არ მე არ და მე გეტყვი, ალბათ იმდენად თემატიკა იყო, იმდენად მძიმე, მასზე მორგებული იუმორი არ გეცინება ალბათ. ალბათ, არ ვიცი. ერთხელ გამეცინა. ხო. მერე აღარ. ხო, იმიტომ რომ ცოტა ის გიჩნდება, თანაგრძნობის შეგრძნება, რაღაცა ხას ვეღარ სოლიდარობის ვაძლევ ისუფლებას რომ მე ვიხარ. მე ხო. მოდი გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე. შემდეგი მონაწილე ნათელა ჩიხაშვილი, აპლოდისმენტები. გამარჯობა. მოგზანდით, თქვენი ადგილი დაიკავეთ. აბა გადავხედოთ ანკეტებს. გამარჯობათ. ქალბატონო ნათელა. საყვარელი ცხოველი თხა. და რო წავიკითხე გამიღიმა. არა, განა მე არ ვცებ პატივს, მაგრამ რატომ მაინც და მაინც თხა? ისე კარგა იგებს, ის ცუდსაცა და კარგსაც. დარიგებებს? ცუდსაც და კარგსაც კარგა იგებს. ხა? კი. მე როგორ იქცევა? აი გეტყვით, ერთი მაგალითი მაგაზე მაქვს. გაქვთ ხუმრობა გაქვთ? უი, რა საინტერესოა. საყვარელი ცხოველი თუ თხარი, საყვარელი ზოდიაქო თხის თხა იქნება ალბათ. და ეს აქ ჰობი წერია ცოდნის ამაღლება სხვადასხვა დარგშიო. უმაღლესი აბარებ ცადმე ალბათ და ცოდნა თუ არა მიყვარს ხომ რა მიწოდნას რო გავიგებ და ან წავიკითხო. საყვარელი სადღერძო რომ კარგი ადამიანების, ესე იგი ასე ხშირად მალღერძელებთ, ხო? დიდი მადლობა მე. რა თავმდაბალი. ჩვენ მალღერძელებს ასე ხშირად მე და შენ, ხო? კარგი. ახლა ხო არა თავმდაბალი? არა, ახლა კარგი. ახლა ხო არ თავმაღალი. კი. ერთი ორად ამოიწიეთ ჩემ თვალს.
დავიწყოთ? კარგი, დავიწყოთ. თუ მზად ხართ ქალბატონ ნათელა, შეგიძლიათ დაიწყოთ. ქალბატონ ნათელა, წესები ვიცით? დიახ. მაშინ მე წარმატებებს გისურვებთ. მოემზადეთ, მოემზადოთ ყველანი. 3 2 1 მთიულეთში ერთი სოფელია სონდისველას ეძახიან. თბილისელი ქალი ჩავიდა იქ სტუმრად და სტუმარს პატივი ვცეთო თუთაზე დახპატიჟეს. მოვიდა ეს დაუჩეჩეს თუთა, ეს ქალი დაღუნულია თუთას აკრეფავს და საიდანღაც თხა გაჩნდა იქა და კარგ თუთებს დაუწყო კრეფა. ამ ქალმა უთხრა წადი იქით კარგ თუთებს მოსჭამო. ეს და არ გასულა 5 წუთი დაღუნულია ეს ქალი ჭამს თუთებს და თავში ისეთი მაგრა დამეჯახა რაღაცაო რომ 5 ჯერ კულტუკუღმა გადავტრიალდი. როგორ გადავტრიალდიო? 5 ჯერ კულტუკუღმა გადავტრიალდიო. როგორია? ახალი სიტყვა კურტუკუღმა. კურტუკუღმა. ანუ კურტუკუღმა გადავტრიალდი. ძალიან კარგი, ძალიან კარგი. კურტუკუღმა ტრიალმა 50 ლარი მოგაგებინა. დავამთავრებ, რომ ნათელი იყოს, თხა როგორია. მე მაინტერესებს ის სიყვარული საიდან, აქედან მოდის. დროის გარეშე დავამთავრებ. დროის გარეშე. აბა, ბოლოს ისა ესე გადავტრიალდი და ვეღარ ვიგებდი რა მოხდაო და გონზე რომ მოვედი გავიხედე და იქითკე თხა დავინახეო. და მე მივხვდიო რომ მე ესე რომ უყავიო გაუჯავდა ალბათ ის ეწყინო გაუბრაზდა რომ წადი იქით კარგ თუთებს ნუჭამო და წასულა ეს და მთაყოფილა იქ რაღაცა პატარა იმაზე ასულა იმ მთაზე თხა იქიდან დაეშო და დააჯახა თაური და თქვენ აქედან შეგიყვანებთ თხა არა საერთოდ ეგეთი კარგი ის არის ეს ნამდვილი ამბავია ხო ნამდვილი ამბავია კი ძალიან კარგი 50 ლარი თქვენია აპლოდისმენტები აბა ეხლა ქალბატონ ნათელა მითხარით ვაგრძელებთ თუ არა თამაშს ვაგრძელებთ სიჩუმე იყოს და გაგონება 1 2 და 3 ახლა მე ერთხელ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ჩამოვიდნენ დუშეთის მილიციაში და წავიდნენ ტყეში ყაჩაღი უნდა დაეჭირათ წავიდნენ და ისა ქვეს რომ წყალს ხო მაინც დალებსო ყაჩაღი უნდა დაეჭირათ. აი, აქ ფირი წავიდა ეხლა ჩემი ფასი. ეს ხოთრობათან, აბა რა. კარგია. ქალბატონ ნათელა, ასარიც თქვენია აპლოდისმენტები. გავიდა ხანი. გავიდა ხანი. მე მაინტერესებს, გავაგზელებთ თამაშს თუ არა? გავაგზელებთ. მაშინ მოვემზადოთ? ისევ ეგ მოუყვეთ. კი ბატონო, რაც გნებავ, თქვენი ნება. თუ სხვა. თქვენი განსაკუთრებით. სვაჯობია. მე რომელი გინდა? რომელიც თქვენ გაგეხარდება. მე გამიხარდება ეხლა ახალ ისტორიას თუ მოვიყვები. ახალ ისტორია. 3 2 1 საქონლის ბაზრიდან ხევსურის ქალს მოყავდა ვირი. ხედა ამი. ქალბატონ ნათელა მიყვარხარ. კარგი იყო ძალიან. ქალბატონ ნათელა 200 ლარი თქვენია აპლოდისმენტები. ამას დავამთავრებ თუ გინდა. კი ბატონო, ისე დავამთავრებ დროის გარეშე. როგორ თუ დროში, თქვენი განსაცდელია. აი, დაწყება კაი იყო. თავარია უნდა მითხრათ ვაგრძელებთ თუ არა თამაშს. დასასრული უკეთესი. იქნებ დროში ვთქვათ და 400 ლარი აი, საიდან მოყავდაო და მოვიცი. ჩართო წამზო. რაღაცა საქონლის ბაზარი. მოეგზადეთ სიჩუმე. გრძელდება ისტორია. მაგრამ შეიძლება დავკარგოთ ფული, მე მაინც უნდა გიქნა. ოღონ დრო მინდა რომ ის არა. არ გვეშინია. უკვე 200 ლარია, ხო? 200 ლარი გვაქვს. მაშინ 3 2 1 საქონლის ბაზრიდან ხევსურის ქალს მოყავდა ვირი. ეხლა ისე დავამთავრებ. თქვენ გამწუთას 400 ლარი და ილოცა. თქვენ ეხლა ისე დავამთავრებ. ეხლა გირჩევთ, პირიქით ეხლა ყველაფერზე ეცინება.
შეიძლება ყველაფერზე თუ ეცინებათ 1000 ლარიანიც უცებ გავაცინოთ. არა. მეტი თანხა არ მინდა ახლა სხვებმა აიღო. აი. ახლა სხვებმა აიღო. სხვებზე თქონდა ვიზრულო. აი ისე დაგვითავეთ ისტორია. და ისე დავამთავრე. ისე დაამთავროს და ჩვენ პარტიის საცემად. საქონლის ბაზრიდან მოყავდა ვირი. ამ ვირმა მეც მოვდიოდი იმ ქუჩაზე და უცბად ატეხა რაღაც უცნაურად ყვირილი. მე შემეშინდა და ამ ქალს ვეუბნები რომ მოიდა მეთქი მიხედე რა დაემართა ცუდად არ გახდეს მეთქი. ამ ქალს აუტყდა სიცილი ყდება სიცილით გადმოსდის წრემლები ცოტა ერიდებოდა კიდეც ცხენოდ ესე და იცინოდა და ძლივს წარმოთქვა რომ დედალი ვირი დაინახაო და ესე დღეში მითომ ჩავარდაო. ძალიან შეიძლება გაიგოს 400 ლარი გამოვიდეს. ძალიან კარგი. ვინცანტი და თქვენი დამსახურებული 400 ლარი გამოვარდით პროფესორს. ძალიან მიგვერხარ გამოვყოთ სასიხარულო ცხოვრება პოპცემა კიდევ მაგრამ არა პირველი და უკანასკნელია ძალიან მიგვარდი თემიტო მოვედია კატერე დაუბერდი გაიხარე დიდი გაიხარეთ გენა ძალიან კარგი გადაცემა მიყვარს ეს გადაცემა ძალიან აი მაგალითს მოვიყვან ეს მარტო უბრალო სიცილი კი არ არის აი რამდენად მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისათვის ამ სიცილს ეტყვი ერთხალს გავეხუმრე ეხლა დრო არ არის რომ თქვა როგორ გავეხუმრე მაგრამ ამ ქალმა იცი რა თქვა შენ გაიხარეო რამდენი მაცინეო არა და გუშინ ისეთი სანერვიულო შემხვდა რომ თუ არ გული არ გამისკდებოდა არც მეგონაო და ესეთი გადაცემა ზუსტად ესა ძალიან საყვარელი ქალი იყო ძალიან საყვარელი ქალი იყო დამსახურებული 400 ლარი ძალიან კარგი მოდი აი პოზიტიურ ნოტზე ახლა გავაგზავნოთ იმედია შემდეგი დუეტია შემდეგი იქნება ასეთივე სასაცილო მათე ოდიშვილი და ილია ჩაგუნავა აპლოდისმენტები სალამი ბიჭები სალამი გამარჯობა ბიჭებო გამარჯობა ესე იგი ილია ჩაგუნავა მათე ოდიშვილი ორივე 14 ძმები ხარ? კლასი საქმიანობა მღერი რა არის? ბმღერი ბუაკლია ჩავამატოთ მაინც იდეალი ქალიან კაცი მონიკა ბელუჩი და ნიკა არაბიძე ანუ ეგონათ რომ აქ ნიკა არაბიძე იქნება რადგან ნიკა არაბიძე დღეს არ არის ავშალოთ ნიკა არაბიძე დავწეროთ კობა ბარად ზახართ დავიწყოთ ბიჭებო წესები ვიცით მე წარმატებები ვისურვებთ აბა 3 2 1 ახალგაზრდა ბიჭი ვარ კალოჩა და დონეცკიდან ჩამოვიყვანე კარგია ბიჭებო 50 ლარი თქვენია აპლოდისმენტები ვაგზელი მოვემზადეთ თავიდან დავიწყო არ ქონდა რა რამდენიც გინდა ებდაჯა დაიწყო თავრე გაჭრას იცი 3 2 1 ახალგაზრდა ბიჭი ვარ კალოჩა და დონეცკიდან ჩამოვიყვანი გაშანშალებული შეასტოი ამას კალოჩე მაგარი მატორი აქ მეთქი ჩავისის მაკაცები ესეთი გაშლანგული გზა იყო მახსოვს აჰა ბიჭებო 40 მეთქი აჰა ბიჭებო 60 მეთქი აჰა ბიჭებო ვასილი ჩასფერობი მეთქი და იმის მერე აღარაფერი აღარ მახსოვს ისა ძუკუ და ცუცა ძუკუ ეუბნება ცუცას მოდი კალო გადმოჭექი ჩემთან ცუცა ხოხ გაჩერც იკიზერ მუგოსხული დახედე ბავშვებსო ბავშვებს დახედვა რა თუნდა დრუჟბა მაგ და საკოქია რუზე მაგაზე გიაგამეცედა უფრო ის ყულა რო დგას იმაზე ჯერ ის კოზირია არა პირველი ისე რო დაამთავრა იმ პირველი ხუმრობა და ელოდებოდი ხო? გახედა იმას და მიდი გააგზელო. ის არის მოგადამთავრდა. კარგია, ბიჭებო, 100 ლარი თქვენია. ეს აპლოდისმენტები თქვენია. აღზევდა გაიცე. ობა. აბა მზად ხარ? ობა მზად ხარ, თქვენ მზად ხარ. 3 გული მიგზნობდა. 2 1 რუსეთში ვარ და
მაღაზიაში შევედი, გავძარცვე და გამოვდივარ ეხლა და დავჯიქე მანქანაში უჭის დაქოქვა. გევარ და დავქოქე! ფეხი აქვს თამად კარგად დამუღამებული, ფეხი. აი მუშაობენ. ფეხით გვართმევენ ფულს. ფეხბურთელები არიან. კარგია, ბიჭები 200 ლარი თქვენია. აპლოდისმენტები. შეკითხვა. ვაგზელებთ? დიახ, კარგი. 200 ლარი არ კმაყოფილდებით 400 გინდა. არა. აბა, ახოთ 3. ქოქავთან გარეთ. 2. ესე იგი მომსდევენ რა და ჯერ ვერ დაკვდა ქოქავ! ზუკუ კასპაროვს ჭადრაკში 4-0 მოუგებს და ჟურნალისტი ეკითხება როგორ მოუგე კასპაროვს 4-0 ხოხ ადი ცოცხალი ცხენებს ვიპარავდი და კასპაროვი ხის ცხენების მოპარას რა უნდაო სამი გისა ჩემ ცოლგება ჩემი ცოლი ოდესას გარდაიცვალა საფლავში დიჟოკი ჩავატარე მეთქი ნათელში იქნება მეთქი და ისა თბილისში მგელი ყმუის და მეგრელი მგელი გაიცი არა ისა ახალებს ხოლმე ეს რა აი გიდე მესაგე გოგიტარი მაგიტარი გაიცი და მე სუნთქავდა მე ხერხი და მე ხრიკია გასი ხრიკია მოფიქრებული ამ ხრიკმა ბიჭებს 400 ლარი მოუტანა. აპლოდისმენტები. არ ვაგზელებ დაგაშოვა. ჩემი უფასო რჩევა გაჩერდეს. არ ვაგზელებ. არ ვაგზელებ. საბოლოოა გადაწყვეტილება. კი, საბოლოოა. საბოლოო გადაწყვეტილება. გაიგო სეიფი და აპლოდისმენტები. მე ვიცი, ჯანდაბა. შენ გამიგი ხათი გებო აფული. რავი, ჯერ არ მოგვიქით. რა გადაწყვეტა რა. შეგობენანება მიეც. ადლობა. ეს ახანდის გადლობა ძალიან მაგარი გადაცემა გაცინდა მოიგე და ძალიან კარგი შტაბეჭილება დამტოვა და ყველას ვეთქვი რომ აი მოვიდნენ გაერთონ გააცინონ და მოიგონ ფული ძალიან კაი არის დიდი მადლობა ყველაფრის კაი შტაბეჭილება დამსა და მოვიდნენ და გააცინონ და მოიგონ ფული გადავიდეთ შემდეგ მონაწილეზე შემდეგი მონაწილე ნაზი ლომიძე აპლოდისმენტები გამარჯობა გავიდა. მოგესალმებით ყველას საცალკე და ყველას ერთად. გემბანანაზი. აი. უკვე მომწონხართ. მე სულ მომწონხარ და ყველა გადაცემაში და ისედაც. გამოტონას წესები ვიცი თუ შეგახსენოთ? არა ვიცი. ძალიან კარგი. წარმატებებს გისურვებთ. 3 2 1 სოფლიდან მამაკაცი ჩამოვიდა თბილისში სტუმრად და ჩამოიტანა დიდი ზღვენი. როცა შევიდა მასპინძელმა მობრძანდითო და უთხრა: "აბაზანაში შევბრძანდითო. ბაზარში რა მინდაო ამდენი ზღვენი მოგიტანეო და არაო შევბრძანდით დაიბანეთ და ცოტა გამსუბუქდებითო." შევიდა, დაიბანა და გამოვიდა. გამოვიდა და სლოქკინ პარამ არა გენაცვალე, არაფერი მომიპარია. თუ გინდა მოდი და გამსინჯეო. ეუბნება ახლა მოსული. ხო და მიუგო მოსულმა. დია. აი ამ გაურკვევლობამ წარმატვიწყე. მომაგებია. მოგაგებინათ 50 ლარი. აპლოდისმენტები. მაგრამ არ მგონია ერთი და იგივე ხრიკმა ან გაუგებობამ ხო გასაგები. იცით რა არის? აი ეს ჩანთა სანამ მიდება შეიძლება 1000 ლარიც მოიგოს. აქ რაღაცა მაქვს შიგ და იმიტომ უნდა გაჩვენოთ მაგი. აქ უნდა იდოს. არა, საწავიღო აბა. მე და საწავიღო ვერ დავი. შემიძლია. დაიკავე? რა თქმა უნდა. ავი მე ჩანთა საწავიღო. გვაჩვენებთ მე შემიძლია ესე მეჭიროს, თუ დაჭირდებათ მოგაწვით. ქავადონას რა შემთხვევაში გვაჩვენებთ? როცა ვიტყვი, იქ საჭიროა მაგი. ეს რეკვიზიტ. რეკვიზიტი. დავიწყოთ. დავიწყოთ. კარგით. აბა 3 2 1 ბიჭო, გაიგე, მერაბიშვილი ტირო და თურმეო. მერაბიშვილი კი არა, ტარიელის ტირო და როცა წყლის პირას იჯდაო.
ტარიელი არის დონ ჟუანი, ავთანდილი მარქსისტი და ფრიდონი არის სულაბერიძე, რომელიც ასეც ეკავსო. არ გაგვეცინა, ხო? ახლა ვიტყვი. აბიტურიენტი აბარებს გამოცდას. ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ყველაფერს უპასუხა და გამომცდელს უნდა რო ჩაჭრას. და ბოლოს შეეკითხა, ვინ იყო კაკო ყაჩაღიო? ბავშვმაც კი იცის, ვინ არის კაკო, დაწერა 5 არ გაატრაკო. ასე უთხრა გენოცველი გამომცდელს. კიდე არ გაგეცინათ, ხო? ახლა რა ვქნათ? მეგრელში. კიდე ერთმა გავუგებრობა, მოგაგებინათ 100 ლარი. გავიგე. მაგრამ ეს იყო ბოლო წამები. მართალი ხარ 56 იყო. 56 წამი. დიახ. ასე რომ მე კი გილოცავთ 100 ლარს, მაგრამ უნდა კითხოთ. ვაგზელებთ ამას? ვაგზელებ. არ გეშინიათ რომ დაკარგოთ 100 ლარი? არა მგონია რომ დავკარგავ. რა ვიცი, ნახო, მე წარმატებებს გისურვებთ. 3, 2, 1. გიგი უგლავას კითხეს. ამ უსახკაროებს ამდენი ვაგონები რო დაურიგეთ, საიდან მოიტანეთო და ჩვენთან რომ მატარებელმა ჩაიერა, ყველა იმას ჩახსენიო. მეგრელს ჩინელი ესტუმრა და მეგრელმა უთხრა, მოზოჯი პატონიო. ალბათ ცოტა იცით მეგრული. იმან ხელი გაუწოდა ჩინელმა და ეუბნება, საცუოკუო, ხოხ, შენ მაშინ ბალკონზე უნდა გაბრძანდე პატონიო. უთხრა მეგრელმა. ავტობუსში ისეთი ჭყლეტვა იყო, რომ ყველა ერთმანეთს ედებოდა და ამხანა მეგობარი ეუბნება. ისა დღეს რა ჭყლეტვა, გუშინ რო ჭყლეტვა იყო, ის იყო თორეო. გუშინ რა მოხდაო და რა და ცოლს ორჯერ უღალატი ავტობუსშიო. მე დავისახურე ეს ისტორია მოეს. კარგია, 200 ლარი თქვენია. აპლოდისმენტები. ახლა უფრო მომდამირჩევა. ახლა უნდა მომაწოდოთ, დამიკავოთ ეს და მომაწოდოთ მე. ანუ ვაგზელებთ ამას. კი. აბა. ეს დრო რო ჩართო გავიქცე და აქ რო დავდგე მე ხო შეიძლება? არ ვიცი, ალბათ. მაშინ 3. იცადე. ერთ სახელი დავაგეთ. 3, 2, 1. აკაკი წერეთელი თქვენ იცით რაც იყო და რანაირი სიტყვა მოსრებული იყო. ქალები იყვნენ ყოველთვის გაბრაზებული. ეს ჩვენ ყოველთვის გვაწითლებსო და ახლა როდისმე ჩვენც უნდა გავაწითლოთო. ეს ქალები ბაზარზე არიან და ამ დროს შემოდის აკაკი წერეთელი. მივიდნენ პამიდორი აიღეს, ორად გაყოფილი პამიდორი და ერთი ქალი სულელი ამბობს, რომ აბა გოგოებო ვინ იტყვის ეს აკაკის რომელ ორგან მე ამდენი ფუნქცია ცხოვრებაში არ მქონია. მართლა? ამ ხელა ფუნქცია. მე დიდი მადლობა რომ დამტვირთეთ. პირველი გადაისახა. 400 ლარი თქვენია, აპლოდისმენტები. გამოყენება აღარ დაგჭირდათ, ისე გამეცი. ალბათო ნაზი, წინ არის საფინალო წუთი, 1000 ლარი, მაგრამ ყველაზე რთულია მოტივაცია. ამას გავაგზელებ კიდე. აცია რაცა ეს სიმპტომიკავია. მე გამოვა. ანუ ვაგზელებთ თამას. არ გეშინიათ რომ 400 ლარი. არ მეშინია. 3, 2, 1. აკაკი მეს რო გაიგონ გამიშალეთ მერე. აკაკი მეს რო მაინც და ჩემში საქმეს ვერ აკეთე. ვერ ასწრებ. 1000 ლარი თქვენია, აპლოდისმენტები. მედი არ შეიძლება მოგება ხო? კიდე 2000 გავაგზავნოთ. შევცვალოთ პროექტი. მეტი შეიძლება ბინის საბუთებზე ვითამაშოთ. 1000 აქვს ხო? 1000 მეტი არ გვაქვს ფორმატი. დავამთავრებ, ეგ რა იყო? ისე დავამთავრებ. ანუ კიტრი რა შუაში. ისე ვამთავრებ. გეტყვით ახლა. რა შუაშია? აკაკი ხო გაიგონა იმ ქალმა რო თქვა სულელმა ქალმა, რომ ეს ორად გაყოფილი პამიდორი სხვათა შორის აქაც ხო იყიდება ის ვარდისფერი პამიდორი როა ზოგჯერ ორად გაყოფილია. აიღო და თქვა, აბა ვინ იტყვის ქალებო, ეს პამიდორიო აკაკის რომელ ორგანოს გავსო. აკაკი იმ წუთში დაერჭო მაგათთან და
უთხრა საჩხერეში დავიბადე, ქუთაისში გავხდი კვიცი და კიტრები ეწყო პამიდორის გვერდით. თუ ჩემი ეს არ გინახავთ, აი ეს ჩემი საიდან იცითო? კიტრი დაიკავა და უთხრა თუ ჩემი ეს არ გინახავთ. ხო, აი ეს ჩემი საიდან იცითო? პამიდორზე მიუთითო. გაიგეთ? ხო გაიგეთ. ვერ გაიგეთ. ზოგმა ვერ გაიგეთ. მე ძალიან მომეწონა. თქვენს გაიგეთ ბატონო გობა ვის? გაიგეთ. რაც თავარია თქვენ 1000 ლარი მოიგეთ. გაიგო სეიფი და გამოვიდეთ 1000 ლარი. როდის დაგბატიჟო დელარიში? როცა თქვენ გაგეხარჯებათ. გავაღოთ სეიფი. აუცილებლად. აუცილებლად. მოგზადით ქაბატონო ნაზი. კარგად ბრძანდებოდეთ. იცოცხლე. როგორ ცოტა უკეთესად გავხდები პატიჟი. იცოცხლე. აპლოდისმენტები. დიდი მადლობა. კარგად მიყოლეთ. ყოველთვის უყურებთ თქვენ გადაცემას და ყოველთვის მიხარხავთ თქვენ. უღმესი მადლობა აპლოდისმენტები გავაცეთ. თქვენს უღრმესი მადლობა. ასეთი კაი გადაცემა რომ მოიგონეთ და ხალხს კიდეც აცინებთ, კიდეც ფულებს აძლევთ და კიდეც კარგად ბრძანდებოდეთ. ბედნიერად. მადლობა. ძალიან მომწონს ეს გადაცემა, გენაცვალე. ყველა მიყვარს, ვინც ეს გადაცემა მოიგონა. ყველას უსურვებ, რომ გაიმარჯოს და გააცინოს ხალხი. ძალიან გამახარა ამ ადამიანმა 1000 ლარი. მოიგო, მოდი შევაჯამოთ დღევანდელი. ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. გეტყობა. ძალიან აქტუალებული ვარ, ძალიან მიხალისე. მეც კმაყოფილი ვარ. რა ვიცი. ყველა კარგი იყო თითქმის. მოკლედ დაგვაყაჩაღეს დღეს. დაგვაყაჩაღეს. საგრძნობლად გაგვანადგურეს. ყველამ წაიღო ფული ერთი მანდილოსნის გარდა. ხო. ისიც იმიტომ რომ ტემპი აკლდა. ხო, ტემპის გამო. ტემპი აკლდა, თორე ისიც წაიღებდა, იმიტომ რომ დღეს ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი, კობა. და რას თქვი, გავეცით მე და კობამ, თანხა არ დაგვენანა, ასე რომ მოგძანდით ხალხო კიდე. როგორც ზემოთ აღნიშნეთ, ხო, მივიღოთ მონაწილეობა, წაიღეთ სახლში ფულები, არ გვენანება. ერთი სიტყვით მოვიდნენ გადაცემაში. ანუ მოდით. მე დავამატებ იმას, რომ დიდი მადლობა თქვენ, რომ ხართ ობიექტურები და იყავით ჩვენთან ერთად. დიდი მადლობა თქვენ, რომ ჩვენთან ერთად გაატარეთ დღევანდელი გადაცემა. ყველას ერთი კვირით ვემშვიდობებით. არ აქვს ასაკს და სქესს მნიშვნელობა. ამ სცენაზე ყველა შეუძლია გამოვიდეს და 5 წუთში 1000 ლარი წავიდეს სახში. ერთი კვირით გემშვიდობებით.